ყველაფერი მხოლოდ ვერსიებია. ზოგი უფრო ლოგიკური, ზოგი ნაკლებად. საბოლოო ჯამში მის წარმოშობაში, მის ქვეყანაშიცა და გარეთაც ეჭვი ძალიან ბევრ ადამიანს ეპარება. Он не знает русского языка. პუტინმა რუსულიც არ იცოდა, ქართულად ლაპარაკობდა. Он говорил по-грузински. კი, უცნაურად ჟღერს, მაგრამ ამას ამტკიცებს პოლონელი მკვლევარი კრისტინა კურჩბატ-რედლისი. დიდი ხუილოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბიოგრაფი. კასპელი დედის ვერსია დარწმუნებული ვარ, ყველას თუ არა ბევრს გეცნობათ, მაგრამ გულის სიღრმეში ყველას ეჭვი გეპარებათ, მეტად თუ ნაკლებად, რა კი, პირდაპირ დამამტკიცებელი საბუთი ამას არ აქვს. მოდი ასე ვთქვათ. არ არის ღიად ხელმისაწვდომი საბუთები. თორემ სადღაც რომელიღაც თაროზე, რომელსაც მტრიანსაც ვერ დაარქმევ, იმიტომ რომ ასეთ ჩონებებში მტვერი ვერ აღწევს, ასეთ თაროზე დევს დაბადების ნამდვილი მოწმობა, სკოლის ცნობები, ნამდვილი ატესტატი, დნმ-ის ანალიზის პასუხები, ფოტოები. მაგრამ ეგ ყველაფერი ჯერჯერობით მიუწვდომელია. ამიტომ ვალაგებთ ამბებს, რაც გვაქვს. და უტყუარი ამბებიდან გვაქვს ორი წიგნი, რომელშიც პუტინი პირველ პირში ყვება საკუთარ ოჯახზე. ოღონდ რამდენად უტყუარი შეიძლება იყოს კგბ-შნიკის მონაყოლი, თუნდაც დედმამაზე ყვებოდეს? დედამ 1999 წლამდე იცოცხლა, მამა კი 1998 წლის ბოლოს გარდაიცვალა. ამას ამბობს პუტინი ინტერვიუში წიგნისთვის, რომელიც 2015 წელს გამოსცეს. ეს კი არის საფლავი პეტერბურგში, სადაც განისვენებს წყვილი, ოფიციალურ ბიოგრაფიაში, რომ პუტინის მშობლები ჰქვია. როგორც ხედავთ, თარიღები სულ პირიქითაა. 1998 წელს დედა გარდაიცვალა, ერთი წლის შემდეგ კი მამა. ასაკში რომ ხარ, შეიძლება აგერიოს წლები და დღეები, თუნდაც ახლობელი ადამიანების გარდაცვალებისა. მაგრამ შეუძლებელი არ გახსოვდეს დედის გარდაცვალება მამამ გაცნობა თუ მამისა დედამ. არასდროს წაგიშლება მეხსიერებიდან, დედა რომ დაგზალე, მამაშენი გვერდით გედგა თუ არა, ან მამა რომ დაგზალე, დედა საფლავზე ტიროდა თუ არა. ასეთი რამეები კოდნებიდან არ ქრება. მაგრამ რა კი დიდ ხუილოს თანმიმდევრობაც კი ერევა, ბევრი ფიქრობს, რომ იქ შეიძლება საერთოდ არ ყოფილა. რომ იმ ხალხთან მაინც და მაინც არაფერი აკავშირებდა ბევრი. პუტინი არ ჩაყოლია მათ საფლავში, სამწუხაროდ. ხო, კირკიტა მკვლევრები კი ჩაყნენ არა მხოლოდ სიტყვებს, არამედ წერტილმძიმეებს. სტატიაში, რომელიც 2015 წელს პირადად მისი სახელი დაიბეჭდა, დიდი ხუილო იხსენებს ლენინგრადის ბლოკადის და დედის სასწაულებრივი გადარჩენის ამბავს. მამა ყავარჯნებით მივიდა სახლში ჰოსპიტალიდან. რომ მივიდა, სანიტრებს სადარბაზოდან ცხედრები გამოჰქონდათ და დაინახა დედა, მოეჩვენა რომ სუნთქავდა. სანიტრებს ეუბნება ცოცხალიაო. გზაში მოკვდება ვერ იცოცხლებსო, პასუხობენ ისინი. ყვებოდა როგორ დაერია ყავარჯნები და როგორ აიძულა აეყვანათ ისევ ბინაში, მოუარა და გადაარჩინა. კაი, მოიწმინდეთ ახლა წირპლი და ცრემლი და მოусმინეთ იმავე დედის თუ ვიღაცის, მოკლედ, იმავე ქალის მარია შელომოვას გადარჩენის ამბავს. უკვე 2000 წლის ვერსიით.